почему вы говорите, что я на халяву живу? Не месяц, не месяц, не 10 дней дайте. ვერ გავიგე 10 დღე და 5 დღე რა ის არის თუ 6 წელიწადი მოიწმინეს. Я жизнь своих кормить как-то надо. მესმის Я вообще არ никак მესმის არა ლიზა, არ მესმის. ძალიან კარგად Они говорят, что я на халяву здесь живу, на какую халяву я живу. საღამომშვიდობის ძვირფასო მეგობრებო, დღეს მორიგი ჩემი გადაცემა სახალხო სამართალი გავა ეთერში. გამოიწერეთ ჩვენი არხი, ტელეკომპანია ახალი. გააზიარეთ პეიჯი და გამოიწერეთ YouTube არხი. დღეს კიდევ იმ პრობლემაზე, რომელსაც ამდენი წელიწადია ვებრძვი. უსახკარობა, ქუჩაში დარჩენილი ბავშვები, მოხუცები და ასე შემდეგ ადამიანები. სახელმწიფოს, რომელსაც არ აქვს თავისი საბინაო პოლიტიკა, რომელიც არ ითვალისწინებს, თუნდაც ელემენტარულად ოჯახი რო იზრდება და სად წავიდეს მერე ბინა ახალგაზრდებმა სად მონახონ. და ზოგადად საერთოდ ძალიან პრობლემაა ჩვენ ქვეყანაში აი ეს საკითხი ზოგადად. იმიტომ რომ იმის მაგიერ რომ სახელმწიფოს ვამბობ კიდევაც საბინაო პოლიტიკა კონდეს პირიქით, თავიანთ შეძენილებს კარგავს ხალხი ბანკების თუ მევახშეების გამო და უკიდურეს ნიშნულამდე მივიდა უკვე ქვეყანაში გამოსასახლებელ ადამიანთა რიცხვი 100,000-ობით არის. დაგროვდა ეს პრობლემა. ელემენტარულად ხელისუფლებას არ მიუღია უმკვიდრო ბინების პოლიტიკა. ძალიან ბევრია უმკვიდრო ბინები და შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარებაც. ანუ არ არის ამას რიტომ ვამბობ, ამას ვამბობ, იმიტომ რომ არ არის სახელმწიფოებრივი ხედვა. და საკმაოდ მძიმე პრობლემა, რასაც უსახკარობა ქვია, ხელისუფლება უყურებს არასერიოზულად. დღეს მე სტუმრად მყავს უკრაინელი ქალბატონი, რომელიც 3 შვილით ქუჩაში რჩება. მას მხოლოდ რამოდენიმე დღე მისცა იმ ადამიანმა, ვისგანაც ბინა უნდა ეყიდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს, მხოლოდ ძალიან ცოტა ნაწილი თანხა გადაიხადეს და მერე მოხდა ისე, რომ ვერ გადაიხადეს და რამოდენიმე დღეში ქუჩაში აგდებს. იყო მისული ფაქტიურად მოტყუებით და აფერისტობით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დავილაპარაკოთ სახშიო მე ვიყავი ჩარეული და გამოვიდა ისე მთელი ნათესავებით მოვიდნენ და წადიახლა აქედან ჩვენი სახლი ჩვენ გვინდა. სამართალი არის ორივეს მხარეზე. ძალიან ძნელია აწონო და ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ იყოს სრულად სამართლიანი. რა თქმა უნდა, იმის მდგომარეობასაც ვითვალისწინებთ, არ არის ადვილი 300,000-იანი ბინა დოლარი გულისხმობ 91,000 ლარში დათმო, მაგრამ არის უფრო მეტი, რომელიც ამ მატერიაზე მაღლა დგას ადამიანების სიცოცხლე, ბავშვები და რა თქმა უნდა, ესენი ქუჩაში არ უნდა იყვნენ. ჩვენ მივაღწიეთ იმ შეთანხმებას, რომ 2 თვის ქირას გადაუხდიან, მხოლოდ და გაიყვანებენ ამ ოჯახს. მაგრამ 2 თვის ქირის მერე ამათ არ აქვს შემოსავალი, რომ ქირის გადახდა შეძლონ და რჩებიან ქუჩაში. ადამიანი, რომელიც თავის ქვეყანაშიც ვერ დაბრუნდება, იმიტომ რომ ვიცით, რომ ომია და იქ საშინელი სიტუაციაა. იქედან მომხმარած მას არავინ არ აყავს, რასაც თვითონაც იტყვის ცოტა რაღაცას თავის მდგომარეობას. თქვენ მოგმართავთ საზოგადოებას თხოვნით, რომ ეს პრობლემა უკვე გულთან უნდა მიიტანოს საზოგადოებამ და აუცილებლად ერთმანეთს დახმარების ხელი უნდა გაუწოდოთ. მე გამოვდე ორგანიზაციის ნომერი, ორგანიზაციის ანგარიშები და რატომ ჩვენ ორგანიზაცია აუცილებლად თქვენ გაღებულ თანხებს მიუმართავთ იქეთკენ, რომ ქალბატონ ლუდას და მის შვილებს რა თანხაც შემოვა თუ საყიდელი იქნება აუცილებლად უყიდით ან დაუგირავებთ. იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და თვითონ ქალბატონი ლუდა ჩვენ უნდა შემოვიყვანოთ ორგანიზაციაში წევრად. და ყველა რომელ ასეთ საქმეებს გავაკეთებთ, ანუ შესყიდვას, ყველა იქნება ორგანიზაციის წევრი, რომლებსაც თვითონ შეეძლებათ აკონტროლონ ყოველი კაპიკი. აბსოლუტურად ვამბობ, იქნება გამჭვირვალე. იმიტომ რომ რეალურად სახელმწიფო უნდა შევქმნათ ჯანსაღი და სამართლიანი. მაგრამ ამ ადამიანებს არც ერთს არ შეეძლება შემდგომში. ამას განმარტავ, რომ შემდეგ არავინ არ მითხრას, რომ ასე არ იყო. დარჩეს ისტორიას. ვერც დააგირავებენ, ვერც დააიპოთეკებენ და ვერც გაყიდიან. ეს იქნება
ფაქტიურად სახელმწიფოსი, მაგრამ შენ გექნება მუდმივად ცხოვრების უფლება. მაგრამ თუ სხვა გამოინდომებ წასვლას, უკეთესის ყიდვას, ეს დარჩება კიდე ვისაც უსახკარობის პრობლემა ექნება იმას. Дети мои рождены здесь, двое. Растут, учатся, и мы жили в квартире, которую собирались купить, но до конца не смогли выплатить деньги. И вот к чему привело это, мы остались без жилья. Но назад в Украину я не могу вернуться, потому что там боевые действия и очень сложно находиться. И никого у меня нету. Здесь тоже у меня родственников нету. Выплатить квартиру я не могу. Я работаю, но стараюсь, но этих денег мне не хватит, чтобы растить своих детей и платить аренду квартиры. Поэтому пришла за помощью. ძალიან ვთხოვთ საზოგადოება, მივიტანოთ გულთან და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი კიდე, ამასთან ერთად ჩვენ უყრით ზუსტად ესტაფეტას და ვიწყებთ აი იმ სახელმწიფოებრივი ბანკის ფორმირებას. მე მქვია ტასო და ჩემი გვარი არის ფეხაძე. რამდენი წესვა და მე ვარ შედის წესვა. მინდა რომ მქონდეს ჩვენი სახლი. კიდევ ერთხელ მოგმართავ და გთხოვთ, ჩვენ დავდეთ ანგარიში, ოღონდ კიდევ ვიმეორებ ჩემი ორგანიზაციის, ხალხის ხელისუფლება, სახალხო სამართალი და გთხოვთ, თქვენი მცირედი შესაწირით ძალიან დიდი იქნება ამ ოჯახისთვის. სიკეთის და სიყვარულის ატმოსფეროს შევქმნით. აბა უღრმესი მადლობა.